ჩვენ თაკო წელიწადში ორჯერ გვიწევს ხოლმე მსგავსი თემის შესახებ აქცენტის გაკეთება, რაზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ერთი არის წინა საახალწლო პერიოდში და ერთი არის ბზობის წინა პერიოდში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოების ცნობის საფუძველზე. კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები. ჩვენი ჟურნალისტი მარიშკა მამაგეიშვილი ჩაგვერთვება ახლა და უფრო მეც ის მოგვიყვება. მარიშკა, მოგესალმებით და გისმენთ. შუადღემშვიდობისა, მოგესალმებით. მაყურებელს ვეტყვი, რომ წელს საქართველოში ბზობის დღესასწაული 13 აპრილს აღინიშნება და ამ დღის მოახლოებასთან ერთად ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება და სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენთან ერთად იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონი ნათია. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მოდით უფრო დეტალურად ვუთხრათ, რა ტიპის გამკაცრებები იგულისხმება. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რადგან ტრადიციულად ბზობის დღესასწაულის წინ თქვენის მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას შევახსენოთ, რომ ტყეში ბუნებრივად გავრცელებული ბზის მოჭრა, ამოძირკვა იგრძალება და ეს დასჯად იქმედება და ტრადიციულად ჩვენი სამსახურები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემავალი უწყებები ამ პერიოდისთვის ამკაცრებენ მონიტორინგს, როგორც ტყეში, ისე გზებზე, რომ არ მოხდეს ამ წითელი ნუსხით დაცული სახეობის დაზიანება ტყეში. და რა სახის სანქციები იგულისხმება? დიახ, ბზა გახლავთ წითელი ნუსხით დაცული სახეობა, ამ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრია სანქციები, მისი დაზიანება, მოჭრა, ტოტების დაზიანებაც და ამოძირკვაც ისჯება. ერთის ღრუის გახლავთ ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც 500-დან 2000 ლარამდეა, თუმცა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხდება გარემოზე მიყენებული ზიანის გამოანგარიშება სპეციალური მეთოდოლოგიით და იმ შემთხვევაში თუ 1000 ლარს აღემატება ზიანი, უკვე სისხლის ამართლის პასუხისმგებლობის საკითხით დგება. და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ თქვით, რომ არ მოუჭრათ ბზა, აუცილებელია შევიძინოთ ქოთანში დარგული ბზა, როგორც ახლა ჩვენ გვაქვს, ძალიან ლამაზად გამოიყურება და შეგვიძლია რომ როგორც სახლის ეზო გავალამაზოთ ბზით, ასევე ოთახის კუთხეც. მოდით რომ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოვუაროთ სახლის პირობებში ბზას. დიახ, ჩვენ სხვა შორის წლები ამ კამპანიას ვაწარმოებთ და გვიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ კარგად მიყვა ამ პროცესს და უკვე ძალიან ბევრს აქვს ქოთანში ბზა, ასევე ეზოში, ვისაც ამის საშუალება აქვს და სხვა შორის ძალიან მარტივია, როგორც გამრავლება, ისე მოვლა. ის კი არა, თავად ესეთი ტოტები, რომელსაც ყიდულობთ ხოლმე ტაძარში წასაღებად, ისიც კი შეგვიძლია დავაფესვიანოთ და ვაქციოთ შემდეგ უკვე ეზოში ან ქოთანში მცენარედ. ძალიან მარტივია დაკალმება 10-12 სანტიმეტრის ყლორტი შეგვიძლია ესეთი ავაჭრათ და ჯერ ტორფში დავაფესვიანოთ და შემდეგ ერთ-ორ კვირაში გადავრგოთ უკვე ქოთანში და მოგვიანებით კი უკვე ღია გრუნტშიც გადავიტანოთ. რაც შეეხება მოვლის პირობებს, უნდა გვახსოვდეს, რომ პირდაპირ მზის სხივები არ უყვართ და უნდა შეძლების დაგვარად მოვარიდოთ და რწყვა ჩვეულ რეჟიმში, როგორც სხვა მცენარეებს უვლით ხოლმე, განსაკუთრებული მოთხოვნები ნამდვილად არ აქვს. აი რა პერიოდია ზუსტად საჭირო დაახლოებით რომ ვუთხრათ მაყურებელს, რომ ეზოში გადავრგოთ უკვე ქოთნიდან. სხვა შორის ბზა თავად როგორც მცენარე საკმაოდ ნელმზარდია და იმისი მოლოდინი, რომ ჩვენ პატარა ყლორტს რომ დავაფესვიანებთ, მეორე წელს უკვე ძალიან დიდი ბუჩქი უნდა გქონდეს, არ უნდა გქონდეს, თუმცა როგორც კი ფესვის პირველი ნიშნები გაჩნდება, ორ კვირაში შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიტანოთ ღია გრუნტში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოში წელს 13 აპრილს აღინიშნება ბზობის დღესასწაული და აუცილებელია რომ არ მოუჭრათ ბზა სამწუხაროდ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე წელიწადია ბზობის ხმობა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ასე რომ უნდა მოვუფრთხილდეთ მცენარეს, გავახაროთ ის და რა თქმა უნდა გავილამაზოთ ჩვენი გარემო. მადლობა მარიშკა, ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია რომ არ მოუჭრათ ბზა და რაც მთავარია გაუფრთხილდეთ მას.